თავი მერვე. ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა, მაგრამ ცოდნა ამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან. ამგვარად, ნაკერპავების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერი აწუთი სოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა. და თუ კიდევ არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ან ცაში, ან დედამიწაზე, რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი. ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ. თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულებით აქამდე ჭამენ კერპთაგან, როგორც ნაკერპავს და ამრიგად მათი სინდისი დაუძლურებული იბილწება. საჭმელი არ მიგაახლოვებთ ღმერთთან, ვინაიდან თუ ჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის, ვინაიდან თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გავს საკერპეში მჯდომარის, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა საჭმელად. და შენი ცოდნის მეოხებით დაიღუპება შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამრიგად შესწოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესწოდავთ. ამიტომ, თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, უკუნისამდე არ ვჭამ ხორცს, რათა არ ვათდუნო ჩემი ძმა.